საქართველოს უკუსლას განიცდის ისე როგორც სხვა არც ერთი ქვეყანა. ინსტიტუციების მიმართ ნდობა დეგრადაციას განიცდის, დემოკრატია კი უკუსლას. ამ შინაარსის განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. განხილვის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე ევროპელმა მინისტრებმა კომენტარები მედიასთან გააკეთეს. მათ შეკითხვები გამოცემა ევროსკოპის რედაქტორმა დაუსვა. თამარ ნუცუბიძე ახლა ფორმულას პირდაპირ ეთერში მოგვიყვება კიდევ რა თქვეს საქართველოს შესახებ ბრიუსელში. მართლაც საქართველოს სამწუხარო დღის წესრიგში არ არის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დღეს ბრიუსელში და მაყურებლისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ დღის წესრიგშია მაგალითად სომხეთის საკითხი, სომხეთის დელეგაცია ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში არის ჩამოსული და მათ შეხვედრები ექნებათ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე იქნება საუბარი სწორედ მინისტრების შეხვედრაზე სომხეთთან დაკავშირებით კარს მიღმა და თავად კალასმა ჟურნალისტებთან ამ საკითხს გაუსვა ხაზი. ასევე დღის წესრიგში არის უკრაინის და მოლდოვას შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საუბარი დახურულ კარს მიღმა იქნება პირველ და მეორე კლასტერის გახსნაზე. თქვენმა მაყურებელმა კარგად იცის, რომ უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება ტრადიციულად ვიქტორ ორბანი, ამიტომაც ახლა ამ საკითხს ასეთი საკითხი, როგორც არის კლასტერების გახსნა, იქნება საუბარი არაფორმალურად, თუმცა პროცესი მაინც წინ მიდის. საქართველოსთან დაკავშირებით კი მხოლოდ შეკითხვების დასმა არის შესაძლებელი და ამ შეკითხვებზე პასუხებისგან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები თუ რა პროცესში არის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ძალიან კარგი აქცენტი გააკეთა ლიეტუვას პირველმა დიპლომატმა, რომელმაც ერთგვარად რიტორიკული კითხვა დასვა, რომ როდესაც ასეთი გეოპოლიტიკური ვითარება არის მსოფლიოში, ქართულმა მხარემ, ქართულმა ოცნებამ უნდა გასცეს შეკითხვას პასუხი, სად არის აქ საქართველო. არსებული სიტუაცია ისაა, რისკენაც მოუწოდებდით ერთი წლის წინ. ჩვენ გვჭირდება, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა აღდგეს და ეს გულისხმობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებას და შემდგომ ნაბიჯებს. მაგრამ ხედავთ, რომ პროცესი დეგრადაციას განიცდის. დემოკრატია კი უკუსლას. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ლიეტუველ ხალხს დიდი მოლოდინი ჰქონდა, ისევე როგორც ქართველ ხალხს, რომელსაც ჰქონდა ევროპული პერსპექტივა და დიდი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან წევრობის საკითხზე. მე კვლავ მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მაგრამ არსებული სიტუაცია ამასთან შეუთავსებელია. ზომები, რომელსაც არსებული რეჟიმი მიმართავს პოლიტიკური ოპოზიციისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ, აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ასეთი ტენდენციის ნახვა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მიმართ და ნამდვილად მაქვს იმედი, რომ რეჟიმი საქართველოში შეცვლის პოზიციას და გადახედავს სტრატეგიულად სადაა საქართველოს ადგილი. ახლა, როდესაც მსოფლიოში უზარმაზარი გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება, სად ვართ ან მსოფლიოს რომელ ნაწილთან ერთად. დასკვნები საბჭოში გაკეთდება, მაგრამ იცით რა რეკომენდაციები და დასკვნები იყო გაფართოების ანგარიში. ამ ანგარიში ჩვენ ვთქვით, რომ საქართველო უკუსლას განიცდის, ისე როგორც სხვა არც ერთი ქვეყანა. თუ ქვეყანა სურს წინ წაიწიოს ევროპულ გზაზე, უნდა მოიქცეს სხვანაირად. ეს ეხება მთავრობას. რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომშიც მხარს დაუჭერთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ იმედი მივცეთ ხალხს, არამედ ვუთხრათ მთავრობასაც, რომ სწორი არ არის, როდესაც ხალხის სურვილს არ ითვალისწინებენ. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება ევროპულ გზას და რა თქმა უნდა, ეს მათ ხელშია. რუმინეთი ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას მოაწერა ხელი და ეს სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ არსებობს, რადგან ვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. სიმართლეა ისიც, რომ ახლა ერთადერთი, ვინც ასეთი მომავლისთვის იბრძვის და წვლილი შეაქვს ამაში, საქართველოს მოქალაქეები არიან. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის ქართული საზოგადოების სიმტკიცის ნიშანი.
მოკლედ გზავნილი ბრიუსელიდან კვლავაც იგივე არის ევროპელი ლიდერები, ევროპელი ქვეყნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის სწრაფვას, გახდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი და ასევე ამბობენ, რომ ამ პროცესს აფერხებს მხოლოდ ქართული ოცნება და მათი გადასაწყვეტი არის გადადგას ის ნაბიჯები, რასაც მოითხოვს მოსახლეობა, ასევე ამ კვირაში 18 და 19 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება ბოლო სამიტი, ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში წევრი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან და როგორც რადიო თავისუფლება ავრცელებდა ინფორმაციას, საბოლოო დოკუმენტში საქართველოსაც იქნება საუბარი.